დღემშვიდობისაც ძვირფას სოციალური მაყურებლებო მოგესალმებით. გადაცემა შუოთხი ქუთაისში დაიწყო მეგადების პირდაპირ ეთერში. ნანა თეოდორაძე მუშაობს თქვენთვის. ზალ ხონელიძეს მასპინძლობ. დღეს კინოს დღე გვაქვს. ზალ მაქვს პატივი მოგილოცო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ქრისტე აღსგა და ჭეშმარიტად აღსდგა. გვეცხოვროს ისე როგორც ჭეშმარიტ მართლმადიდებელს ეკადრება და შეშონის. როგორ ხარ განწყობა როგორია თქვენი? დიდებული განწყობა მაქვს. მინდა ვთქვა რომ ყველაფერი რიგზეა. ძალიან კარგი. ფილმი რომელიც ამჯერად თქვენ აარჩიათ, ფიქრობ ამ ჩვენი ერთ დღესასწაულს მეტად უხდება, მაგრამ იქამდე ვიდრე ფილმს წარადგენდა, ვისაუბრებთ ამ ფილმში რა დაინახეთ საკუთარი თავით. ერთი შეხედვით დიო, მაგრამ ერთი შეხედვით ძალიან რთულ ფილმში, იქამდე მაინტერესებს, როგორ გესმის ნამდვილი ჭეშმარიტი მორწმუნის ცხოვრება, როგორ ცდილობ ხოლმე იცხოვრო ყოველდღიურ რეჟიმში. ხო, ყველას თავისებური გაგება აქვს. მე ასეთი გაგება მაქვს, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანი პირველ რიგში სიყვარულს, სიკეთეს და მეგობრობას უნდა თესავდეს და დანარჩენი უკვე დეტალებია, რომელსაც ალბათ ყველა ასე თუ ისე ასრულებს. ანუ ეს სამი ძირითადი მოვლენა არის, რის ირგვლივ შემდეგ უკვე სიყვარული, რაღაცებს, ხო? სიკეთე და მეგობრობა. ძალიან კარგი. მე მიხარია რომ ვაგრძელებთ მეგობრობას, რომელიც თავის თავში სიყვარულს ეფუძნება. ამ წლების მანძილზე ისევ და ისევ ვიტყვი რომ არაერთი ფილმი განვიხილეთ, აქ მხოლოდ ქართული ფილმები არ მოისაზრება, თუმცა მე ამაყევარ იმით, რომ ძალიან ბევრი ქართული ფილმის განხილვა შედგა, მეტნაკლებად ცნობილი ან მეტნაკლებად უცნობი ფილმები. არ დაგვიტოვები, რა თქმა უნდა გვექნება დარჩენილი. იყო სრულმეტრაჟიანი თუ მოკლემეტრაჟიანი ფილმებიც და მოდი წარადგინე ამჯერად რაზე გააკეთე არჩევანი. ეს არის თემატურად მისადაგებული ფილმი გოდერძი ჩოხელის ცხოვრებისეული, ამ ცხოვრებისეული თუ იმ ცხოვრებისეული ფილმი აღდგომა. როგორ ფიქრობ, ირგვლივ რამდენად ცნობილია ეს ფილმი? არ მგონია რომ საზოგადოებისთვის დიდად ცნობილი იყოს, თუმცა ასაკის მიხედვით ალბათ ბევრმა ადამიანმა იცის. ახალგაზრდებმა ნაკლებად იციან ამ ფილმის შესახებ, თუმცა ხშირად მithქვამს და ახლაც განმეორდები რომ ყველა ახალგაზრდას თუ ზრდასრულს სურს შეიცნოს რა არის იმიერ ცხოვრებაში და ეს უკვე მის რწმენაზეა დამოკიდებული, ან რომელი რელიგიის წარმომადგენელი ესა თუ ის ადამიანი, რისი წამს, რისი რწმენა აქვს, ამაზეა უკვე ეს ყველაფერი დამოკიდებული და მეც ალბათ თითოეულ ადამიანს მივანდობ არჩევანს, რისი რწმენაც სურს, ალბათ იმას ირწმუნებს და ისე მოიქცევა მთელი ცხოვრების განმავლობაში. თქვენი თვალით დანახური იმიერი სამყარო როგორი ან რამდენად გჯერა რომ არსებობს სადღაც სხვა განზომილება, სადაც შეიძლება ერთმანეთს ჩავხვდეთ კიდეც, ხო? მგონია რომ იმიერ სამყოფელის შიშით მხოლოდ არ უნდა მოიქცეთ ისე რომ ვინმეს ან კარგად მოიქცეთ ან ცუდად პირიქით. მგონია რომ ეს ყოველდღიური წესი უნდა იყოს ყველა ადამიანის, ყველა ჩვენგანისთვის და რაღაცის შიშით რომ იქ რაღაც მოხდება, ან აქ რაღაც მოხდება, ამის გამო არ უნდა ვიყოთ შებოჭინი. მე ვერ გეტყვით, მე უბრალოდ შემიძლია გითხრათ ის რაც წამიკითხავს, რომ სამუდამო სასופველი ადამიანისთვის არის იმიერ ცხოვრება და იქეთ უფრო დიდი ცხოვრება ვიდრე აქეთ, როდესაც ხორცი გვაქვს შესხმული. ერთია რა წაგიკითხავს და მეორე არის იგჯერა. ხო, ვერ გეტყვით. ალბათ არის მომენტი, როცა მე მჯერა იმიერ სასופვლის, როცა წავალთ ჩვენ ყველანი და იქაც მოვაწყობთ ალბათ კეთილშობილ შოუებს და იქაც გვექნება რაღაც ჩვენი ადგილი. თუმცა არ მჯერა რაღაც დიდი ტანჯვის და წამების და ვაების, რომელიც ადამიანს უნდა ელოდეს, რადგან რაც ღმერთის მიერ არის შექმნილი, მაინც არ არის ცუდი ადამიანისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ღვთისადმი დაუმორჩილებლობა შეიძლება გამოავლინოს ადამიანმა, ღმერთი მოწყალია და არ მგონია რომ ვინმეს იმ დონეზე ტანჯავდეს, რომ არ უღირდეს იქ ყოფნა.
სალ, გადავიდეთ ახლა ფილმზე, რომელიც მოკლემეტრაჟიან ფილმთა კატეგორიას მიეკუთვნება. მაგრამ რამდენად იოლად შეიძლება გავიგოთ ის ერთი ცქერით, მე ნამდვილად არ ვიცი, ხო? ძალიან საინტერესო დიალოგებია და დავიწყოთ პირველი კადრით. დიახ. აქ ჩანს ადამიანის სურვილი თავისი ფანტაზია გაშალოს და გოდერძი ჩოხელიც ასეთი რეჟისორია, რომელიც ბუნებასთან, ადამიანებთან, ხესთან, ქვასთან, ყველასთან ლაპარაკობდა ვაჟა-ფშაველას მსგავსად. ალბათ ჩვენებური თანამედროვე ვაჟა-ფშაველას პროტოტიპია და ჩანს აქ, რომ ის სასაფლაოზე მიდის სხვადასხვა ქვასთან, სადაც სხვადასხვა პიროვნებაა დასაფლავებული და ესაუბრება აი ამ ადამიანებს და სუსტად მიმდევრობით ვერ დავიმახსოვრებ ვის რა უთხრა, მაგრამ რაღაც გარკვეული ეპიზოდები დამამახსოვრდა და ეკითხება იქ მყოფ ადამიანებს, ვინ როგორ გრძნობს თავს. სალ, რა მეინტერესებს, აქ ამ შემთხვევაში გოდერძი ჩოხელი წარმოდგენილია როგორც ინტერვიუერი, როგორც გოდერძი ჩოხელი, თუ ის უბრალოდ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ღმერთია, რომელსაც გარდაცვლილებთან რაღაც ესე თუ ის შეკითხვა აქვს, ანუ როგორ გაიგეთ? მე მგონია, რომ ჩვეულებრივი ადამიანია, რომელიც ცდილობს რომ გაიგოს როგორ გრძნობენ იქ ადამიანები თავს, უბრალოდ ვის თავის საკუთარი ფანტაზია გაშალოს. პირადად ის ამბობს, რომ თვითონ გოდერძი ჩოხელია, მაგრამ ჩვენ როგორ წარმოვიდგენთ ახლა და ვის როლში ყავს თავი გამოყვანილი, ეს ცოტა რთული გასაგებია. ალბათ თავის დროზე შეეკითხებოდნენ მის გარდაცვალებამდე ადამიანები და საინტერესო იქნებოდა ამ პასუხის მოსმენა. თუმცა მგონია, რომ მაინც ის დაუდგრომელი, ის ამოუწურავი სურვილი ადამიანის შეიცნოს რა ხდება იმ მიერ სამყაროში, გოდერძი ჩოხელსაც აწუხებდა სავარაუდოდ და ეს მისი ფანტაზიის ნაყოფია, რა თქმა უნდა და მე მგონია, რომ საინტერესო ფილმია ზოგადად. ვერ ვიტყვით, რომ ახლა რაიმე საოცრება არის, ან სპეცეფექტებით არის დატვირთული, მაგრამ არის ადამიანური და არის ყოველდღიურობა აღწერილი ამ ფილმში, რაც ჩვენს რეალობას შეესაბამება. ხო, თან რასაც ვერ გავექცევით, ხო, გვინდა თქვენ. როგორ ფიქრობთ, თქვენი ცხოვრებიდან გამომდინარე, თუ კი ფიქრობთ და გწამთ, რომ არსებობს სამოთხე და ჯოჯოხეთი? თქვენი საგზური 100 წლის შემდეგ სადაც წავა? გუშინ ვფიქრობდი აი ამ საკითხზე, რომ როდესაც 2-3 უყურე კიდე აი ამ ფილმს, არ არსებობს ადამიანი ჩემი ჩათვლით, ვისაც მიაჩნია, რომ ის არ იმსახურებს ჯოჯოხეთ ბოდიში. სამოთხეს? სამოთხეს. მე მგონია პირველ ნაწილში უფრო გულწრფელი იყავი, ვიდრე ალბათ, ხო. ალბათ და ზუსტად, დიახ, ქვეცნობიერმა, ზუსტად ეს გვიკარნახა, რომ ალბათ ყველა ის დარწმუნებული ადამიანი, რომელიც მიუხედავად თავისი ქცევისა, ყველაფერს ისე აკეთებს, თითქოს და მე ისე ვაკეთებ ყველაფერს, რომ თითქოს ყველა სამოთხისკენ გვაქვს გზა, მაგრამ როგორც თქვა ჩემმა ენამ და ასე ვთქვი, არ არის გამორიცხული, რომ ჯოჯოხეთში მოხვდეთ. მაგრამ ახლა რა არის აქ მთავარი? ადამიანი ცხოვრების მანძილზე რაოდენ ბოროტი, ცუდი თუ ავისქმნელი შეიძლება იყოს, ამბობს და თავს იმშვიდებს, რომ აი მე ამას მაგალითად რაღაც კონკრეტულ რიტუალს არ დავარქვევ სახელს, აი ეს კონკრეტულად არ ვიტყვი, იმიტომ ვახორციელებ, რომ ჩემი ჩადენილი ცოდვები მოვინანიო. და აი ამ ცოდვებს თუ მოვინანიებ, მე აუცილებლად სამოთხეში მოხვდებ. ეს არის ადამიანის, ყველა ადამიანის, ჩემიც მათ შორის სურვილი. მაგრამ მეორეა ის რეალობა, რომელიც შეიძლება დავხვდეს იქ. ვერავინ ვერ იტყვის გადაჭრით იმას, თუ რა არის იმიერ საუფლოში. ამიტომ მეც ვარ ჩვეულებრივი მოკვდავი და ვარ შეცნობის პერიოდში და არ ვიცი რა გითხრათ, როგორ დავახასიათო ზუსტად იქ რა მოხდება, მაგრამ გეტყვით, რომ მაინც ჩვენ
ყველანაირი თვალსაზრისით შიში გვექნება თუ არა, მაინც კარგად უნდა მოვიქცეთ ამ ცხოვრებას. ნამდვილად. და არავის არაფერი დაუშავთ. ალბათ თუ კი ჩვენ რაღაცებს იმიტომ ვაკეთებთ, რომ სადღაც ადგილები განვიმტკიცოთ, ფარისეულობის ერთგვარ ნაწილს შეიძლება წარმოადგენდეს და ფაქტობრივად ასე გამოდის, დიახ, და ამაზე ანგარებით სიკეთის კეთება. დაგეთანხმებით 100%. ალბათ ეს ბუნებრივობაში უნდა გამოგდიოდეს და ნამდვილად სიკეთის. ხო, ალბათ ეს ჩვენი ცხოვრების წესი უნდა იყოს. მე მაგალითად გეტყვით, რომ ხშირად მომსვლია თავში იდეა, რომ რაღაცის გაკეთება არ მდომებია, მაგრამ თავისთვის დამიძალებინა, რომ მოდი ეს რაღაც კარგი საქმეა, კეთილი საქმეა და მიდი და გააკეთე. რაღაცა ბუნებრივად გამომსვლია და რაღაცა ბუნებრივად გამიკეთებია და ეს ჩემ ჩვევაშია, თუმცა ჩემი თავი დამიჭერია იმაში, რომ რაღაცის გაკეთება, მაგალითად მეძინა და არ მსურდა ადგომა, მაგრამ გამიღვიძია და რაღაც გამიკეთებია, რომ ვიღაცა სჭირდებოდა და მიფიქრია, რომ ეს კეთილი საქმეა და მოდი ახლა მე ჩემს ცუდ საქმეებს თუ ჩამიდენია, ამით გადავფარო. ხო, ანუ რაღაც თავს თუ ძალას დავატანთ, რაღაცა თუ ბუნებრივად მოხდება და რაღაცას რაღაცნაირად გავაკეთებთ, იქიდან საშუალო არითმეტიკული გამოიწვება და დაგვეწერება ქულები. ხო, რაღაც ის მარტივ ენაზე რა ვთქვა. კარგი, გადავიდეთ. ერთადერთი სულიერი არსება პატარა ბეკეკაა, ხო? იქ თუ ბეკეკო თუ როგორც ქვია, საყვალაც დადის. რის სიმბოლოა და აი რატომ ჩანს ის, რას ეძებს, როგორ ფიქრობთ, ქათქათა თოლზე? ზოგადად თეთრი ფერი და ეს ბეკეკა ღვთიური არსებაა და ხშირ შემთხვევაში სწირავენ ხოლმე თეთრ ბეკეკას ხვარს. ღმერთს იმისთვის, რომ კარგად იგრძნონ ადამიანებმა თავი და ზუსტად მასზე გადავიდეს ის ადამიანური ცოდვა თუ შეცოდება, რომელიც ადამიანმა ჩაიდინა და შემდეგ მას უნდა რომ შეახოცოს ყველა თავისი ცოდვა ერთგვარად. და აი ამ ფილმშიც ეს კარგად ჩანს, რომ თეთრი ქათქათა ბეკეკა, რომელიც მოძრაობს აქეთ-იქით ახტუნავს, არის ის არსება, რომელიც აბსოლუტურად თავისუფალია ჩემი აზრით და ეს თავისუფლება არის გარკვეული დაცინვაც ალბათ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც იმ ქვეყანაში განისვენებენ და იქ ეს ბეკეკა ისმენს გოდერძი ჩოხელის და მიცვალებულების საუბარს და ფიქრობ, რომ თავის ბეჭებზე, თავის ბეწვზე იღებს იმ ყველა ცოდვას, რომელზეც ადამიანები საუბრობენ. ცოტა რთული ახლა ამაზე საუბარი, ვინ როგორ ასაშავებდა იქ როგორც ფილმში საუბრობენ, მაგრამ მე მგონია, რომ ეს ბეკეკა არის მაინც ის არსება, რომელიც მუდამ შეგვახსენებს, რომ რაღაც ისეთი არ უნდა ჩავიდინოთ და წმინდა და სპეტაკი ცხოვრებით ვიცხოვროთ, რომელიც ჩვენ გვსურს, რომ იყოს ჩვენი ცხოვრება, როგორიც გვინდა იყოს, მაგრამ ასე ვერ გამოვა სავარაუდოდ. და დაცინვის ნაწილში რა იგულისხმოთ, რომ მე შეიძლება დაცინოთ იყოს აღქმი? აი იქ თვითონ მიცვალებულებსაც ეცინებათ და თავიანთ ზოგი სხვაგვარად მიმართავს გოდერძის ჩოხელს, ზოგი სხვაგვარად, ზოგი საერთოდ ხმასაც არცემს და ბეკეკა, რომელიც დადის მიცვალებულებს შორის, ისმენს ყველა ამ ისტორიას და გარკვეულწილად პირუტყვი კი არის მართალია, მაგრამ ის უფრო ამაყად გრძნობს თავს აი ამ ადამიანებთან შედარებით და დაცინვაში იმას გულისხმობ, რომ ის აგროვებს ადამიანურ ცოდვებს და ერთ დღესაც ვიღაც ალბათ დაკლავს და როგორც წვადი ისე მიირთმევს. ჩემი ბრალა ბეკეკო. სამწუხაროდ გოჭებიც და ბეკეკებიც და სხვა არსებებიც ადამიანების სტომაქში ამოხდებიან, აღმოჩნდებიან ხოლმე. ხო, ალბათ ეს ჩვენს მანკიერ მხარეს ახლა ძალიან ბევრი ესე რომ თქვა უარყოფით დამოკიდებულებასაც გამოიწვევს, რასაც ვამბობთ, მაგრამ ადამიანები ალბათ უნდა დავფიქრდეთ, ხო, ვისაც ვეფერებით, ვისაც ვფრთხილდებით, რაოდენ უხერხული შეიძლება იყოს და შემდეგ ისინი შეიცვალონ. ხშირად მიფიქრია, რომ აი მაგალითად რაღაც არსებები, რომლებსაც მივირთმევთ, აი ისინი რომ იყვნენ ადამიანების როლში. და ჩვენ გვექცეოდნენ ასე საინტერესო იქნებოდა მათი თვალით ადამიანების დანახვა, როცა მაგალითად ორი ბეკეკა ზის და საუბრობს ვთქვათ ადამიანებზე, როგორ ექცევიან ერთმანეთს, ან ბეკეკები როგორ ექცევიან ადამიანებს. საინტერესო იქნებოდა და იმიტომ ვამბობ ხოლმე, რომ ალბათ არ არსებობს, ან არსებობს დედამიწის იქით სხვა ცივილიზაცია, რომელიც
მსგავს საკითხებზე ფიქრობს, ან საერთოდ არსებობს, არ არსებობს, არ ვიცი. ამიტომ ადამიანი არის შეუცნობელი არსება და გოდერძი-ჩოხელიც იყო ადამიანი, რომელიც ეძებდა რაღაცას ისეც, რაც ადამიანისთვის, ცოცხალი ადამიანისთვის ყოველ შემთხვევაში შეუცნობელია და ჩვენი ტვინის ხვეულებს არ შეუძლია ჩაწვდეს იმ არს, რაზეც მაგალითად გოდერძი-ჩოხელი ეხა საუბრება აი ამ ადამიანებს. კი, როგორც თქვი, იოლად აღსაქმელი ფილმია, სულ რაღაც 27 წუთში ადგენს, მაგრამ თუ კი რაღაცებს არ გავიაზრებ და ვერ წარმოვიდგენ, შეიძლება ვიღაცამ ჩავთვალოს, რომ რაღაც დრო გაფლანგა, ხო, ამ ფილმისთვის რო დახარჯა. ხო, ალბათ, მაგრამ ვინც ნახავს აი ამ ფილმს, ყველა დაფიქრდება იმ ყოველდღიურ ცხოვრებაზე, რაზეც ის მიცვალებულები საუბრობენ, რომ ვიღაცას გული აწუხებს, ვიღაცას ქალები უყვარდა, ვიღაცას სმადაჭამა უყვარდა, ვიღაცას კეიფი უყვარდა და ვიღაცას სახლის აშენება უნდოდა და ყველაფერი აი რაზეც საუბრობს იქ ნებისმიერ მიცვალებული არაფერი არ სცილდება ჩვენს ყოველდღიურობას, რასაც ვისმენთ ხოლმე და იმ ადამიანურ მაგალითად ქცევებს, რაც ჩვენს ირგვლივ და ჩვენ პირადად გვაქვს. მაგალითად, როდესაც ვისმენთ, რომ რაღაც დამავიწყდა, რომ გამეკეთებინა, სახლი დამრჩა აუშენებელი. ან თუნდაც ის გულის წყრომა, რომელიც მეფე ერეკლეს, უბრალოდ გულის წყვეტა, რომელიც მეფე ერეკლეს გააჩნია, როდესაც ბრძოლაში, კრწანისის ბრძოლაში 5000 მეომარი იყო მის გვერდით და დასაფლავებაზე 1798 წელს უკვე 20000 ადამიანი ეხვია მას გარს. რაც არის აი ამ ფილმში მოთხრობილი, მგონია რომ ყველაფერი ჩვენი ყოველდღიურობაა. ზალ, თქვი რომ ყველა დიალოგი ვერ დაიმახსოვრე, მაგრამ რამდენიმეს გამოყოფთ. თქვენი ფავორიტი დიალოგი რომელია? როგორ გაიგენ? ჩემი ფავორიტი დიალოგი არის, როდესაც ადამიანს ესაუბრება და ისტოენს. და რაღაც ჰანგებით, თავისებური ჰანგებით პასუხობს ჩვენს გოდერძი-ჩოხელს. რადგან მგონია რომ ეს აბსტრაქციის ძალიან მაღალი დონე არის, როდესაც ალბათ ასეთი იყო ის ადამიანი ამ ცხოვრებაშიც და ალბათ ისია იმ ცხოვრებაშიც დიახ და ყველა რაღაც თავისებურად უყურებს ამ და იმ ცხოვრებას. ხო, ერთ-ერთ დიალოგში ბებოს თუ ბაბუას რომას გადაეყრება? ხო, ბებოს და მე ბაბუსაც გადაეყრება პაპას, რომლებიც მისი შეიძლება პირდაპირ ერთი თაობის იქეთ არ ყოფილიყვნენ, მაგრამ მე მგონი დიდ პაპაზე და დიდ ბებოზე იყო იქ საუბარი და ეკითხება ხო რომ თუ ხარ კმაყოფილი რომ მე დავრჩი ამ ქვეყანაზეო და ხო აქ რცხვენია ჩემიო. მაგრამ გოდერძი-ჩოხელი რეალურად იყო ის ადამიანი, არც ერთ მის წინაპარს არ შეცხვებოდა მისი და დიდებული ადამიანი. ზალ, ამ ადამიანებს განსხვავებული ხედვები ჰქონდათ ამ ცხოვრებაში. და როგორც ფილმის სიუჟეტიდან ირკვევა, იგივე განცდები წაიღეს იქ, მაგრამ ყველა მათგანი ელოდება აღდგომას. თუმცა გოდერძი-ჩოხელი სხვადასხვაგვარად პასუხობს, რომ ის აუცილებლად აღდგება ან ვერ აღდგება. ნუ რაზე იყო დამოკიდებული, როგორ ფიქრობ? ისევ იმ ადამიანურ წესებზე საუბრობენ ზოგიერთნი იქედან, რომ თუ რაღაც კონკრეტული დანაშაული ჩაიდინა, მოიპარა, რაღაც ცუდი გააკეთა, აი ამის გამო ის ვეღარ აღსდგება. არის რაღაც წარმოდგენები ადამიანების გონებაში, თუ ამა თუ იმ კონკრეტულ საქციელს ჩაიდენს, აღდგომა ვერ განხორციელდება. ეს ხო მაინც ადამიანის გონების, მისი ტვინის, ნააზრევის ნაყოფია და ყველა ადამიანი თავისებურად საზღურავდა იქაც. როგორ შეეძლო მას დაეყენებინა ის დღე, როდესაც ის აღსდგებოდა და მგონია რომ დღესაც ასე არაფერი არ იცვლება. ყველას აქვს თავისებური ხედვა რაღაც მიზნის მიღწევის კუთხით, ვინ როგორ აღწევს აი ამ მიზანს, რა ხერხებს იყენებს, უკვე ეს მისი პირადი გადასაწყვეტია. კეთილი. ზალ, ამ დიალოგების ეს მთავარი მიზანი მაინც რა არის? რა უნდა ეთქვა გოდერძი-ჩოხელს და ამის ანუ კულმინაცია არის დაეძებს არაგველებს, ხო ეს? აი, შემდეგ ჩანს ბუმბერაზი ქართველი მეფეები თუ ილია ჭავჭავაძე და ის შემდეგ ამას. ფილმის დამაგვირგვინებელი ნაწილით რა უნდა ეთქვა? მგონია რომ რაიმე განსაკუთრებული იდეა ამ კუთხით შეიძლება არ ყოფილიყო ჩადებული, მაგრამ
გონია რომ დაიწყო უბრალო ადამიანებისგან და შემდეგ უკვე გადავიდა სხვა თანამდებობა დავარქვათ მეფობას იმ ადამიანებზე, ვისაც უფრო მეტი პასუხისმგებლობა ჰქონდა და ვინც უფრო გამოირჩა სიცოცხლის დროს, რეალური სიცოცხლის დროს, როდესაც მას ხორცი ჰქონდა შესხმული. აქ თუ დავაკვირდებით ჩვენ, არაფრით არ განსხვავდება არც მეფის და არც რიგითი ადამიანის ცხოვრება და ალბათ ამაზე უნდა ხაზი გაესვა გოდერძი ჩოხელს, რომ ადამიანური სურვილები ყველასთვის ერთი და იგივეა რა. თანამდებობასაც არ უნდა ფლობდეს ის და ის ძიება, ის მუდმივი ძიება, როდესაც არაგველებს ეძებს, ისინი არიან საქართველოს გმირები, საქართველოს დაცემული გმირები, სად შეიძლება იყვნენ ისინი და დაეძებს მათ გოდერძი ჩოხელი. არაგველებს იმიტომ დაეძებს, რომ იმ ხეობის წარმომადგენელია თვითონ გოდერძი ჩოხელის და უფრო მასთან ბმა აქვს სულიერი და ხორციელი აი ამ ადამიანებთან და ალბათ უფრო აი ამიტომ აკეთებს აქცენტს, თორე ჩვენს ისტორიაში სხვა გმირების ძებნად შეიძლება დაეწყო და საინტერესო იქნებოდა გოდერძის სეული მოსაზრება, რას ფიქრობდნენ ისინი 64-სა თუ ჯოჯოხეთზე. ზალ, როგორ ფიქრობ, ეს ფილმი სხვა ქვეყნის ესე ვთქვათ კინოპროდუქცია რომ ყოფილიყო, რაიმე ჯილდოსაც გამოკრავდა? აუცილებლად მგონია, რომ აქვს ბევრი ჯილდოც მიღებული ამ ფილმს. რა თქმა უნდა, მაგრამ სხვა რაკურსით, სხვა ქვეყნის, სხვა ფესტივალზე წარდგენის შედეგად კიდე სხვა კუთხით დაინახავდნენ ადამიანები აი ამ ფილმს და ყველაზე დიდ შაბეჭდილებას ადამიანებზე მაინც ახდენს ის, როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, ის ტრაგიკული მომენტები ადამიანების ცხოვრებაში, რომელიც რეალურად არის ფირზე გადმოტანილი და ფილმად თუ ანიმაციად იქცა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ თუ ამ ფილმს ეკნებოდა ფართო გასაქანი, ეს 1982 წლის ფილმია, გაცილებით უფრო დიდ მასშტაბებს დაიპყრობდა და ჩვენ თუ დავაკვირდებით, ის არ გამოირჩევა განსაკუთრებული ხარისხით, არ გამოირჩევა რაიმე ისეთით, გარდა იმისა, რომ აქ მოთხრობილია სუფთად ადამიანური გრძნობების შესახებ. როგორც მაგალითად თქვენ ატარებთ ქუჩაში გამოკითხვას ნებისმიერ გამლელს, ყველას თავისებური აზრი აქვს ამ თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. მსგავსი რამ გააკეთა გოდერძი ჩოხელმა და თქვა ჩვენა, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისებური ხედვა ცხოვრებასთან და არა მარტო ცხოვრებასთან, საიქიოსთან მიმართებაში. ხო, მაგრამ ყველას უნდა რომ აღსგეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში უფრო კარგად უნდა მოვიქცეთ. დიახ, წერანაც ზუსტად აი ამაზე ვსაუბრობდით, რომ რატო უნდა აღსდგეს, ანუ მას აქვს არგუმენტები, რომ მას ისეთი არაფერი დაუშავებია ამ ქვეყანაზე. მაგრამ if თქვენს ირგვლივ მოიპოვება ადამიანი, ვინც იტყვის საკუთარ თავზე, რომ რაღაც დანაშაული მაქვს, ესე თვით აღიარებას ეწევა, ჩვენ ყოველთვის ვისურვებთ ხოლმე საკუთარ თავს და სიტყვიერად მეც მithქვამს, რომ რაღაც დავაშავე, მაგრამ მე როგორც წაღან აღვნიშნე, გონებაში გამიფიქრია, რომ ამ რაღაც კონკრეტულ საქციელს რაღაც სხვა საქციელი გადაწონით და მეც ალბათ 64-ში მოხვდები და საერთოდ არ მინახავს ადამიანი, რომელიც არ თვლის, რომ თვითონ არის ყველაზე ლამაზი, ან თვითონ არის ყველაზე უცოდველი. არ შემხვედრია საერთოდ ასეთი ადამიანი მე. თუმცა ვერბალურად, სიტყვიერად დაუდასტურებია, რომ რაღაც მას შეცოდებები თუ ულამაზობები ჰქონია, მაგრამ მაინც რაღაცას ადამიანი გამოძებნის, აი ამიტომ ვამბობ სულ, რომ ადამიანი არის უნიკალური არსება, რომლის შეცნობაც რთულია ძალიან. თქვენი თვალით დანახული სამოთხე როგორია? ჩემი თვალით დანახული სამოთხე არის ალბათ ის გარემო, სადაც ყველა ამ ქვეყნიდან წასული ადამიანი, ჩვენი საყვარელი ადამიანები, ერთად მოიყრიან თავს და ყველანი ერთად ვიქნებით. ასე ვუყურებ სამოთხეს. და ვიცხოვროთ ისე, რომ სამოთხე დავიმსახუროთ. ფილმის სამიზნე აუდიტორიად ვინ მიგაჩნიათ? მე მგონია, რომ
ყველა აბსოლუტურად ყველა ის ადამიანი, ვისაც აინტერესებს რა ხდება საიქიოში და ხშირ შემთხვევაში ბავშვების კატეგორია დაახლოებით მე-4-მე-5 კლასიდან ყველას უჩნდება ასეთი გრძნობა, რომ ადამიანები არ უნდა კვდებოდნენ, არ უნდა ტოვებდნენ თავიანთ ხორციელ სხეულს და ისინი მუდმივად უნდა ცხოვრობდნენ. რადგან ალბათ ამ ასაკიდან იწყება აი ამ საკითხებზე დაფიქრება და როდესაც ირგვლივ აღიქვამენ, რომ ვინმე გამოეცალათ, ვინმე აღარ არის ცოცხალი, ამ საკითხებზე კიდევ უფრო მეტად ძაფრად ფიქრდებიან. ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველასთვის არის ეს ფილმი განკუთვნილი. ნუ ვიტყვით იმას, რომ აი ბავშვები დაიძაბებიან. დღევანდელ რეალობაში ბავშვებს აქვთ იმდენად დიდი ინფორმაცია ნებისმიერი საკითხის ირგვლივ, რომ ეს ფილმიც არ იქნება გამონაკლისი მათი საინფორმაციო ვაკუუმის შესავსებად. ამიტომ ყველაფერი ადამიანური უნდა იყოს ბავშვებისთვის დოზირებულად მიწოდებული. მადლობა ამ ფილმის შერჩევისთვის. აუცილებლად ალბათ ყველამ უნდა ნახოს და რაღაცები გადააფასოს საკუთარ თავში. თუნდაც გარშემოყოფებზე დაკვირვებაც ალბათ ერთგვარი გამოცდილებაა, ხო? ისე საკუთარი შეცდომიდან უფრო იოლად სწავლობ, კიდე რჩევნია სხვისი შეცდომების შედეგები და რომელი უფრო მე მირჩევნია და ალბათ ყველას გვირჩევნია, რომ სხვის შეცდომებით ვისწავლოთ, მაგრამ საკუთარი შეცდომები უფრო ძაფრია, უფრო მეტად ხისტია, უფრო მეტად მტკივნეულია და ეს მტკივნეული შეცდომები მაინც მოქმედებს ადამიანს, მაგრამ ადამიანსაც გააჩნია, არ არის ყველა ერთნაირად მობილიზებული იმისკენ, რომ საკუთარი ცოდვების, შეცოდებები თუ პრობლემები გამოასწოროს. მე ერთი და იგივე შეცდომა დამიშვია და არ მგონია, რომ მაინც და მაინც შეცდომები ძალიან დიდი მასწავლებელია ადამიანისთვის. თუმცა ალბათ უფრო მეტად ფრთხილობს ადამიანი. ნუ ადამიანს გააჩნია ალბათ და კონკრეტულ ინდივიდს თუ დავაკვირდებით, ეს ფილმი არის კარგი მაგალითი იმისა, რომ რაზე ფიქრობს ზოგადად ადამიანი და რა ინტერესები აქვს ადამიანის. აბსოლუტურად ყველაფერი არის ჩატეული აი ამ 26-28 წუთში, რომელიც მოგვითხრობს ჩვენ ყოველდღიურობის შესახებ, რომ ვიღაცა სხვა ინტერესია. ნუ რამდენი ადამიანიც არის იმდენი გულის ტკივილია, იმდენი ფიქრი, იმდენი წარმოდგენა თუნდაც 60-ზე თუ ჯოჯოხეთს. რასაც არ უნდა გვეუბნებოდეს სახელმწმინდა წერილი და ასე შემდეგ, ჩვენ მაინც უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი წარმოდგენები გვაქვს, რა ჩვენ შინაგანში. ყველა ადამიანს შეიძლება ვთქვათ ვიღაცის დასანახად, როგორც თქვენი თქვით ფარისეულურად რაღაც, მაგრამ ჩვენ გონებაში მაინც ჩვენეულად გვაქვს ყველაფერი დალაგებული და ჩვენებურად საზღვრავთ. ყველა ადამიანი ასე არის აბსოლუტურად. თან იქვე არ უნდა დავივიწყოთ, რომ კარგი ადამიანები რომ გავხდეთ და უკეთესი ადამიანები რა გვჭირდება ამისთვის? სწორედ შერჩეული ფილმებით უდიდესი წვლილი აქვს, რომელიც დაფიქრების უნიკალური საშუალებაა, განტვირთვის. კი. და არ ვიცი, ჰარმონია ერთგვარი. და დააკვირდით ეს ფილმი, როცა ვნახეთ მაგალითად ერთი კვირის წინ, თუ კიდევ არ ვნახეთ სხვა ფილმი და მან კიდე დამატებით არ გაგვაკეთილშობილა, გამოვიდა ეს გრძნობა უკვე ჩვენი ორგანიზმიდან და ხელახლა თუ არ დავიტვირთეთ ახალი დიდებული ფილმებით, შეიძლება რაღაც ცუდით ჩავიდინოთ. ასე რომ არ არის დრო ცუდი რამეები ვაკეთოთ. დრო ძალიან მცირეა იმისთვის, რომ ცუდ საქმეებს მოვახმაროთ და დავახარჯოთ. მოგეთ უდიდესი მადლობა აი ამ ფილმისთვის. გილოცავისე და ისევ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მიულოცავ სრულიად საქართველოს. მე სრულიად მოსახლეობას მიულოცავ. დაახლოებით ერთი კვირით დაგემშვიდობებით. მადლობა რომ იყავით ჩემი სტუმარი. მადლობა თქვენ. მადლობა ტელემაყურებლებო, ჩემი სტუმარი გახდათ ზაალ ხონელიძე. განვიხილავთ ძალიან საინტერესო ფილმს, რომელსაც აღდგომა ეწოდება და რომლის რეჟისორიც გოდერძი ჩოხელი გახლავთ. გემშვიდობებით, ყველამდე საუკეთესო სურვილებით. მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.